ქართველთა უდიდესი სალოცავი, ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. აფხაზეთის საქართველოს ძირძველი კუთხეა, ქართველების სამკვიდრო და მამა პაპათაგან გადმოცემული მამული. სწორედ აქ ოჩამჩირის რაიონში, შავი ზღვის პირას მდებარეობს ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც ქრისტიანული კულტურისა და ქართული ხუროთმოძღვრების თვალსაჩინო ძეგლია. პალეოგრაფიული თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ეკლესიის ფასადზე შესრულებულ 6-ვე ლაპიდარულ წარწერაში ქართული დამწერლობის განვითარების 3-ვე საფეხურია მოცემული. ილორის ეკლესია დარბაზული ტიპის ნაგებობაა და აგებულია თლილი ქვის წყობით კირის ხსნარზე და მისი შიდა ნაწილი 6 სარკმლითაა განათებული. ტაძარი აგებულია მე-11 საუკუნის პირველ მეოთხედში, ადგილობრივი ფეოდალის გიორგი გურგენისძის მიერ. ილორი მთელი დასავლეთ საქართველოსთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სალოცავი ტაძარი იყო, სადაც უდიდესი დღესასწაული გიორგობა იმართებოდა. გადმოცემის თანახმად გიორგობის დღესასწაულზე მისულ მლოცველებს თავად დიდმოწამე გიორგი ტაძრის ეზოში ახვედრებდა სამსხვერპლო ხარს, რომელიც ლიტურგიის დამთავრების შემდეგ იკვლებოდა და მრევლს ურიგდებოდა. გადმოცემა იმასაც გვაუწყებს, რომ ამ ხორცს განკურნების ძალა შესწევდა. ტაძარი 1726 წელს ოსმალოებს გადაუწვავთ. მე-19 საუკუნის 40-იან წლებში კი ოდიშის მთავრებს საფუძვლიანად აღუდგენიათ. მე-19 საუკუნის მიწურულს ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში აღმოაჩინეს ვერცხლის ბარძიმი, რომლის ძირითადი ზედაპირი 8 თაღედითაა დაყოფილი. შუა თაღში გამოსახულია აღსახდრებული მაცხოვარი, მაკურთხეველი მარჯვენით. გვერდით თაღედში კი ქრისტესგან გადახრილი მთავარანგელოზები, მიქაელი და გაბრიელი არიან გამოკვეთილები. ბარძიმის თასის პირს ქართული ასომთავრული წარწერა მიუყვება. სამწუხაროდ ბარძიმის ადგილსამყოფელი ამჟამად უცნობია. უდიდესი მნიშვნელობისაა ილორის წმინდა გიორგის კარედი ხატი, რომლის წინა ნაწილზე წმინდა თევდორი და წმინდა დიმიტრი არიან გამოსახულნი. ხატი იხსნება და შიგნით იკვეთება ფეხზე მდგომი, საომარ ტანსაცმელში გამოწყობილი წმინდა გიორგი. მის გვერდით კი გამოქანდაკებულია ბედიელი მიტროპოლიტი კირილე ჟუანისძე. ყველა გამოსახულებას თან ახლავს ასომთავრულით შესრულებული განმარტებითი წარწერები, რომელიც მოგვითხრობს ბედიელი მიტროპოლიტის მიერ ილორის ტაძრისადმი ხატის შეწირვის ამბავს. ტაძრის სიწმინდეთაგან გამორჩეულია 1651 წლით დათარიღებული წმინდა გიორგის სასწაულების ხატი, რომელიც ლევან მეორე დადიანის დაკვეთით იყო მოჭედილი. ხატი დღეს აღარ არსებობს, რადგან იგი 1920 წელს ტაძრის გაძარცვისას დაიკარგა. ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია ქართველთა საფიცარი სალოცავია. ჩვენი წინაპრები სალოცავ ტაძარს სამშობლოსთან აიგივებდნენ და სწორედ ამ მონატრებამ გადააწყვეტინა ქველმოქმედ ადამიანებს ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია თბილისში აეშენებინათ, რაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა კურთხევით აღსრულდა კიდეც. იქ კი აფხაზეთში, ძირძველ ქართულ მიწაზე, ილორის იერშეცვლილი ტაძარი ქართველთა მოლოდინში დგას. კედელს ფრესკებად შეხიზნული წმინდანები კი დაუღალავად ლოცულობენ, რათა ილორს მონატრებული მრევლი დაუბრუნდეს. ლოცვა მთებს დაძრავს.